ჭიები, რომლები გორელები შენ ქუჩაში გავლას იტანენ. შენ დიკურებენ რომ ქუჩაში რუსული ბომბები წიოდა 2008 წელს შენ არა ქართველი ადამიანი დაიღუპა შენ არა ოჯახის შვილო არა ქმარ ბატონო გრიშა ძალიან გქონთ ნუ ლანძღავთ თქვენს ოპონენტებს ნუ ლანძღავთ ქალებს ეს არის ძალიან ტელევიზიის გინდა იქ მოეცხრიე იქ დაგიჯდები და მე გეტყვი შენ ვინ არის სტალინი და ვინ ახარ შენ და ერთი ორი სამი გაფიქსირებული გორები ძალიან გქონთ ბატონო გრიშა ნუ ლანძღავთ ოპონენტებს მოგიწოდეთ კორექტულობისაკენ მეტი რით დაგამცირო თქვენ უშოდინარებო თქვენ ფულზე გაყიდულებო თქვენ ევროპისა და ამერიკის ლაქიებო $2 გაყიდულო დედაკაცო კომენტარს არ გავაკეთებ არ გიპასუხებ ბატონო გრიშა მოგიწოდეთ კიდევ ერთხელ კორექტულობისკენ მოგეფერო მეტი შენ არა ქალო შენა მიუღებელია ეს ბატონი გრიშას საქციელიც და საერთოდ სტალინის ასეთი გაფეთქება. ბადრიშუბლაძეს მოუწყა კარგი სტრაგი კიდევ. ბატონო გრიშა ძალიან გათიშეთ ეხლა მეცოდა გავცე პასუხი. ყოველ მიუღებელია არადუ ლანძღვა. გაუთიშეთ რა მაგას ეს მე გეუბნები მე ხო შემოგვიყვება აი ესეთი ადამიანი როგორ შეიძლება იყოს სტალინის მომხრე მაგრამ კინები და ლანძღვით თუ ცდილობ ეს კინები და ლანძღვით ცდილობ ჩვენს გაჩუმებას და ის ხვით აჩუმებდა ხალხს ყველა დახრიდა ყველა მოკლა ვინც არ მოწონდა სულ ყველა ზოგი გულაგებში ჩაახშო და ზოგი იმაზე რა ქვია დახრიტა და ზოგი მდიცოცხლად კიდევ იმაში გადაყარეს. გადამერჩი მარა დახრიტას ხო გადამერჩი ახლა რო შემხდები. ხო კარგი რა შენი არავის არ ეშინია რა არც თქვენი და არც არავისი კიდევ. მის არის ბატონო გრიშა საქციელი თქვენ თუ მაგით გინდათ რომ გადააჭარბოდა იმითი ლანძღვა გინება მეც კარგად ვიცი ეხლა ბატონებო ძალიან გქონდით ლანძღვა გინების ეთერში საყდარას უნდა მოხდეს სტალინი არის დიქტატორი სტალინი არის ერის მოღალატე სტალინმა გადასცა ჰერეთი აზერბაიჯანს სტალინმა გადასცა გადმოწია საზღვარი ფსოუმდე და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ მოღალატე ხარ შენ მე ვარ მოღალატე ხომ არაკაცი ხარ მართლა ბოჭკა შე არაკაცო და არა ოჯახის შვილო მე აუტანელი არის მოსმენა რა ხო გიქენი ერთხელ ხო არ გიხმარ შე შობელძაღლო შე მარტო შობელძაღლო და შენი დედაც ძალიან დროებით გაიყვანოთ კადრიდან ჩვენი დებატორები რეჟისორს თხოვ სახები ობილები და რაც გამოყოლები არიან და დედის მოვალ და ასრულოს მისი აზრი და გადმოვალ ახლა რამდენი აუდგება ეგ იმდენ შემოარდეს წელი და მე გამაწყვეტიოს და ხელახლა ავკრიფ ახლა რა უნდა გითხრა უფროსი კაცი ხარ მე ამკითხვაზე ახლა ის უფროსზე მელაპარაკებ ახლა მე უნდა უთხრა შენ უფროსი ხარ და უვიცი ხარ და მეტი როგორ იქნება ახლა ჩვენი საუბარი ჯერ მე უნდა დავამთავრო რომელიც 60 წელიწადია ვიკვლევ სტალინს და თუ გინდა გეტყვით დავწერე 3 ტომი უკვე ამხელა და დავწერე ჩემი მოგონილი კი არა ზივარ ჩემი სიცოცხლის მანძილზე ირაკლი ონიანი მოგესალმებით ბატონო გრიშა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება რამდენად მიგაჩნიათ რომ სტალინის შეფასების კვალიფიკაცია იყოს ჯალათი და რომ მისი როგორც ჯალათის სახელობის თავის შესაძლოა აი ეს არის ამაშია ქვეყნის საქმე წასული ამ ქვეყნიდან
ნაციონალური რომელსაც აკარგა როგორც აფხაზეთთან მიერთების საშუალება ისე ცხინვალი და შევამდებს ბედობა და ასწავლის საქართველოს და ქართველ ხალხს აი ამისთვის არის მარტო გასაყრელი ეს თავისუფლება კარგით ბატონო გრიშა გთხოვთ დიახ ნუ ეხლა ძალიან რადიკალური კი არა დადგება იმის რომ რაც ამათმა გაპატიეს ყელიდან ამოგანთხევიებენ აი დაიჯერე მაგას კარგით ბატონო გრიშა გთხოვთ პირადად თქვენ რა შეხედულება გაქვთ ბატონო გრიშა იმედი აღარ ხართ ისეთი გაბაზებული ახლა მაინც რომ მიპასუხოთ ანუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ძეგლის აღდგენა საერთოდ საჭიროა ძეგლის აღდგენა თუ არა მე განვაცხადე დღეს იყვნენ თქვენი ხალხი და იქაც ვთხარით კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ძეგლის აღდგენის როგორც მუზეუმში ისე მოედანზე ეხლა ხანს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ფუჩუ და შეიქმნა ორგანიზაცია ქალების რომელმაც მამაკაცების გარეშე უნდა დაიკვაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილები. ეს რა კავშირშია, თქვათ, გეტყვით ბატონო, გეტყვით. და იმ ქვეყანაში, სადაც პირველი სკოლის წინ, ესე იგი, შეიძლება რომ კაცმა კაცთან სქესობრივი ურთიერთობა დაამყაროს და ამას ბავშვები შეხედავენ. და იქ სტალინის ძეგლი იდგმება, ეს იქნება